Am istoriul დღესთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის სპეციალური ვიდეო მიმართვაც გავრცელდა. მართალია გიორგი მარგველაშვილი ევროპის მოედანზე მისვლას და იქ სიტყვით გამოსვლას გეგმავს, მაგრამ მანამდე მისმა პრესსამსახურმა ეს ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მარგველაშვილის პროგნოზით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეები უკვე 2016 წლიდან შეძლებენ. ძვირფასოთ არა მემამულენო. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. დღეს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. რითი ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც ასეთი რანგის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გილოცავთ ამ წარმატებას. საქართველო ბუნებრივად ნაწილია ევროპული კულტურისა. ევროპული ღირებულებები ჩვენთვის ბუნებრივად მისაღები და გასაზიარებელია. ჩვენ არა უბრალოდ ნაწილი ვიყავით ამ კულტურის, არამედ ვიყავით თანაშემოქმედი ამ კულტურისა საუკუნეების განმავლობაში. და დღეს ჩვენ ხდებით ნაწილი ერთა იმ ოჯახისა, რომელშიც დიდსა და მცირე ერს ერთნაირად ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს თავის კულტურა, სახელმწიფოებრიობა, უნიკალურობა. ასოცირების ხელშეკრულებამ ამ ერთა ოჯახთან ძალიან ახლოს მიგვიყანა. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანი არის იმითიც, რომ ამ ხელშეკრულების სიკეთეები მოხმარდება ყველა მოქალაქეს, მოხმარდება ყველა ოჯახს. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების სისტემის ნაწილად გახდომა. კრიზისებზე რეაგირების ევროპული სისტემის ნაწილად გახდომა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უმნიშვნელოვანესი არის აგრეთვე ის, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ჩავატარებთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ საზოგადოებას გახდის უფრო სოციალურად ორიენტირებულს, ჩვენ სახელმწიფოს გახდის უფრო დემოკრატიულს, ჩვენ სახელმწიფოს გახდის უფრო ორიენტირებულს თითო მოქალაქეზე. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ღმა და ყურისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილზე. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენ ხდებით ნაწილი ევროპული ბაზრისა. ევროპული ბაზარი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი, რომელიც 500 მილიონამდე მსყიდველუნარიან მოქალაქეს აერთიანებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიც 13 ტრილიონ ევროს აღწევს. ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და ბუნებრივია ქართულ ბიზნესს მიეცემა ახალი იმპულსი, საქართველოში დამზადებული პროდუქტი იქნება ევროპული ხარისხის და ბუნებრივია საინტერესო როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვის. მინდა ასევე ხაზი გაუსვა ამ ხელშეკრულების შედეგად ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ეკოლოგიის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე. ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენ უფრო დააგვაახლოვებს ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან. ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლა დღესაც გაადვილებულია, მაგრამ ამ ხელშეკრულების ამოქმედების კვალდაკვალ მე ვარ დარწმუნებული, რომ 2016 წლიდან ჩვენ გვექნება ევროკავშირთან თავისუფალი უვიზო მიმოსვლა. ამ გზაზე ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპული ქვეყნის ლიდერები. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ თავიანთი გამოცდილებით, ხარდაჭერით და გვიცხადებენ მზადყოფნას ამ მიმართულებით. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის თვალსაზრისით, სწორედ ეს გზა არის უნიკალური. რადგანაც ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეებს ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ შევთავაზებთ მათ ისეთი საქართველოს აშენებას, რომელიც სწორედაც რომ ევროპის ნაწილია, ევროპული საქართველოს აშენებას. ამ ქვეყანაში დაცული და პატივცემული იქნება ნებისმიერი ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალური ჯგუფის უფლებები. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. თავისთავად ეს ხელშეკრულება ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენ სახელმწიფოს. მაგრამ ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ ახალი მიზნისკენ მოძრაობა. და ეს მიზანი არის საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა. ჩვენ ამ გზაზე მტკიცედ და განუხრელად ვივლით.